ის თუ რამდენი მეგობარი ყავს, შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს იმასთან, თუ რამდენი ხანი იცოცხლებ. 2021 წელს გამოქვეყნდა საკმაოდ საინტერესო კვლევა, სადაც მეცნიერებმა მიზნად დაისახეს, რომ დაედგინათ კავშირი ნაკლებ სოციალურ აქტივობასა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის. სოციალურ აქტივობაში ითვლება როგორც მეგობრები, ასევე ოჯახის წევრები. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 120,000 ადამიანმა, 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. მონაწილეობდნენ როგორც ქალები, ასევე კაცები, 30-დან 70 წლამდე. და კვლევა მაჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ საშუალოზე ნაკლები სოციალური კავშირები, გულის დაავადებების განვითარების რისკი იყო 30%-ით უფრო მაღალი და ყველანაირი დაავადებით გარდაცვალების რისკი გაიზარდა 26%-ით. კვლევა გრძელდებოდა 11 წლის განმავლობაში და საშუალოდ 3 წელიწადში ერთხელ მეცნიერები აანალიზებდნენ ამ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის განვითარებას დროთა განმავლობაში. მეცნიერებმა ამ კალკულაციაში გაითვალისწინეს და გამორიცხეს ისეთი ფაქტორები, როგორიც არის ადამიანის ასაკი, შემოსავალი, ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის და სიგარეტის მოხმარება, მათი საწყისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ხოლო ნაკლები სოციალური აქტივობა იყო კორელაციაში ჯანმრთელობის გაუარესებასთან ამ ფაქტორებისგან დამოუკიდებლად. როგორც ჩანს, თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები პირდაპირი მნიშვნელობით უზრუნველყოფენ, რომ უფრო დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვროთ.